თემაზე გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის დისკუსიას არასამთავრობო სექტორი და სასამართლოს წარმომადგენლები დაეწნენ. სპეციალური კვლევა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მოამზადა. გამოკითხა მაჩვენა, რომ საერთო სასამართლოები მესამე კვირებზე სასამართლო გადაწყვეტილებებს არ გასცემენ მიზეზად პერსონალური მონაცემების დაცვას და კომერციულ ინტერესებს ასახელებენ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ხელისუფლებას საკანონმდებლო რეგულაციების მიღებისკენ მოუწოდებს, რომელშიც სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემის წესები დეტალურად დაიწერება. მოვეთხოვოთ ყველა სასამართლო და სასამართლო გადაწყვეტილებები სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ვეთხოვთ სახელობითად კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებს მაღალი თანამდებობის პირების მიჩვერის ამ ინფორმაციას ვერ ვიღებდით. ეს არის პირველ რიგში საკანონმდებლო ხარვეზი და სწორედ ამ კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციები დაედოს იმ ცვლილებას, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს სასწრაფო წესით თანამდებობაში, რომ ხარვეზე დაღმოიყოს. საუბარი არის ძირითადად ისეთ საქმეებზე, სადაც ასევე საჯარო ინტერესი ყოფილი თანამდებობის პირების საქმეთან დაკავშირებით და გამომართებით უფრო მეტად უნდა იყოს სტანდარტები გამჭვირვალების დასრული და შესაძლებელი არის მასალა მოხდეს ამ დოკუმენტების გამოყენება და სასწრაფოების განკურნალობა არის გაზეთილი სასამართლოს გადაწყვეტილების გაცემის ხარისხი არის ძალიან ამაღლებული, მაგრამ უნდა გავიჟღეროთ ის, რომ ჩვენ ვერ გავარღვევთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ განოს და ძალიან ხშირად რთულია ბალანსის დადგენა საჯარო ინტერესსა და პერსონალური მონაცემების დაცვას შორის. სასურველი იქნება კანონი იყოს უფრო ცხადი, რომ გადაწყდეს ვის რომელ ინტერესს მივანიჭოთ ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობას საჯარო ინტერესს და პირის პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესს.